მოგესალმებით, დაბრუნდი ისევ Far Cry 1-ით და იქიდან მოგიძლებთ სადაც ვიყავი. უბრალოდ ერთი ეხა ისეთი პრობლემასავითაა, რომ ვარ სხვა ოთახში, იმიტომ რომ როგორც უკვე იცით და ბევრჯერ მithkoms, მარტო არ ვარ ხოლმე და მარტო თუ არა ვარ ვიდეოს ვერ ვიღებ, მაგრამ ეხა თავისუფალი დრო მაქვს, ანუ ისევ შეუგულებაში ვარ, ასე რომ ვთქვათ, ერთი დღე დამჭა და სანამ სამსახურში გავალ, მანამდე მირჩევნია, რომ გადავიღო ვიდეო როგორც შემიძლია ესე და წავედი ეხა სხვა ოთახში. და ვიღებ სხვა ოთახიდან. ხო, მოკლედ, აღარ მახსოვს უკვე აქ რას და როგორ ვაკეთებდი. როგორც მახსოვს, აი ტერმინატორიოთ რაღაც უნდა გამაკეთებინა და უნდა წავსულიყავი აქ და მაქედან მე უკვე გაიხსნება ყველაფერი. უბრალოდ ფიქრობ ეხა საიდან წავიდე, გავცურო იქ და ისე მივიდე თუ მოკლა ესენი და ბარემ გზას გავყვე აქედან. მგონი ყველაზე მარტივი გზა იქნება, რომ ესენი მოკლა აქ. ნუ ყველაზე მარტივი არა, მაგრამ უბრალოდ ოპტიმალური გზა იქნება, რომ ეგრე გავაკეთო. ესე და თუ აქ ეხა კიდე მანქანა არის, ეგ ხო საერთოდ დამხატავს და ძალიან დიდი პლუსი იქნება, რომ ბარემ მივიდე მანდ. მალე კიდე მართლა Summer Sale-იც იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი თამაში იქნება ფასდაკლებაზე, პლუს კიდე Steam-ი ამოტებს ეგეთ რაღაცას, ანუ თითო დიდ sale-ზე რო აქვთ, როგორ გითხრათ, აი ყველაზე დაბალი ფასი. აი მაგალითად Modern Warfare-ი ვიყიდე $6, ოდესაც ეგ თამაში $60 არის რეალურად და $20-ზე ნაკლები ფაქტიურად არც ერთ sale-ის პროცესში არ არის ხოლმე. და ეგეთი ფასდაკლებები აქვს ხოლმე, მაგალითად შეიძლება რომელიღაც თამაში იყოს აი $30 და ტიპებმა დადონ ეს თამაში $1. და ეგ ძალიან კარგი არის რა, ესე რომ ვთქვათ. ხო და რა ვიცი, დავველოდები ნახავ რა როგორ იქნება, თუ მომეწონა რომელიმე თამაში რა თქმა უნდა ვიყიდი, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, ვფიქრობდი ყიდვას ან God of War-ის, ან რაღაცა მსგავსი, ან God of War Ragnarok-ი რეალურად არ მაქვს და სიმართლე რო გითხრათ ეხლა ეს კიდე რაღაცა მოიწერწავ მომკლა ტიპმა, კაი რა. ხო, მოკლედ, God of War-ზე ვიზახოდი, სიმართლე რო გითხრათ, მაგ თამაშს დიდად არ აქებენ ხოლმე, მაგრამ ნუ მაინც ესე რო ვთქვათ. სნაიპ, მაგრამ პრინციპში ტყუები არ მაქვს თამაში აზრი აქვს. აქ მანქანა არ არის, ხო? არა. კაი, მაშინ გამოდის, რომ ან უნდა ავირდო თავიდან ის რაღაცა და უნდა შევიდე პირდაპირ ფაზაში, ან კიდე რაღაც სხვა უნდა გავაკეთო რა და მე მგონი ჯობია, რომ უბრალოდ თავიდან ავირდო ეგ. ხო, ძმა, კი, მაგას უეჭველი იზამ შენ. ან რაღაცა, ანუ PlayStation-ის თამაშის ყიდვა მინდოდა, იმიტომ რომ ეგ თამაშები ძირითად შემთხვევაში არის ხოლმე ჯერ Steam-ზე, მაგრამ მე PlayStation-ი ისეთ რაღაცას აკეთებს, რომ შლის რა მაგ თამაშებს. აქ კიდე უნდა იყოს ერთი კაცი წესით და საწავიდა. მოიცა? იქნება ესენი გავხსნა. და შეიძლება მანქანა იყოს აქ. არა. ეს ნამდვილად არ იხსნება, მაგრამ რაღაცა კაცი არის აგერ. ეგ არისო. ხო და ანუ ფიქრობდი, რომ სანამ წაშლიან, მანამდე იქნებდა როგორმე აი ავიღოთ ხო რა, ეგ God of War, იმიტომ რომ მაინც მინდა რომ გავტესტო. კიდე რაღაც თამაშები, მაგალითად Helldivers 2 არის, ერთი კიდე რაღაც სხვა თამაშებიც არის, მაგრამ როგორც ბევრი ვიდეოში ნახსენები უკვე მაქვს, არ მინდა რომ ვიყიდო ბევრი თამაში უაზროდ რა, იმიტომ რომ ისედაც ბევრი თამაში მაქვს, რომელიც აი ფიზიკურად არც კი მითამაშია ჯერ. ხო და ეხლა რომ დავუშვათ დავამატო, აზრი აღარ ექნება რა, ან ტყუილად ვიყიდი. ხო და მაქედან გამომდინარე, მინდა რომ ცოტა ჭკუას მოვუხმო და ჭკვიანურად დავხარჯო თანხა თუ დახარჯო არის. კაროჩი. მგონი მოვკალი ეს და ეხა არ მითხრა რომ უნდა წავიდე ისე უკან, რომ ესენი მოვკლა. აგერაც არის გადასვლელი კიდევ კარგი რა. ანუ ვერ ხვდები, პროსტა ცოცხალია კიდე? კიდე ცოცხალი. ანუ RPG-ია აქვს, ხო გასაგები არის, მაგრამ იმდენს როგორ ისვრის? აი მიყოლებით, აყოლებს და აყოლებს რამდენს ისვრის ტიპი. ეხლა აქ რო ავიდე მესვრის. მე მგონი თვითონაც მოკდება და მეც მოკლავს. ხო გითხარი. აი მოდი
გადავაგდოთ ეს დროებით და ეს ავიღოთ, იმიტომ რომ მე მგონი ეს უფრო გამოდგება რეალურად. ხო, რა მნიშვნელობა აქვს აქედან შევალ, აბა სხვა გზა არა მაინც. დღეს კიდე გეგმაში მაქვს რეალურად რომ გადავიღო მეორე ხისთვის რაღაცა ვიდეო და მე კიდე გავაკეთო ჩემი მანქანის, ესე რომ ვთქვათ, განხილვა, რაც დიდი ხანია მინდა და ვერასდროს ვერ მოვაბი თავი. თუმცა ეხლა მინდა რომ ვისაუბრო აი იმაზე თუ როგორი მანქანა არის, რა აქვს კარგი, რა აქვს უარყოფითი და ასე შემდეგ, ისე შემდეგ რა. ყველაფერი კარგად განვიხილო და მე მინდა კიდე რომ გავაკეთო დავუშვათ სხვადასხვა მანქანებზე მიმოხილვები, მაგალითად მანქანები, რაც ჩამოყავს მომაჩემს, ან მანქანა, რომელსაც მომავალში ვიყიდით, თუ რა თქმა უნდა ეს გავყიდე. დიდი იმედი მაქვს რომ ეს მანქანა გაიყიდება. და ბევრჯერ ვახსენებ ჩემ მანქანას ვიდეოებში, მაგრამ არასოდეს არ მიხსენებია ის თუ რა მანქანა არის კონკრეტულად და თუ გაინტერესებთ არის შეავრულეთ კამონო და ვეცდები რომ კიდე ფოტოს ჩავდო რა სადმე. იმიტომ რომ ახლანდელი გამოწერილი ფოტოები მაქვს და ავტომატს არა რა. კაი, მე მგონი მაქედან უნდა გადავიდე. გაჩვენოთ როგორი არის. ფასი დავადე 8, 7 მედო ადრე და 1 ჩემი ათესავე მეუბნებოდა რომ ძალიან ძვირი არისო ეგ ფასიო და არავინ არ იყიდის მაგ ფასად ვერ სიტყვით მაგ მანქანასო, მაგრამ მე ეგრე მიიღირს რა. ანუ არის კატეგორია რაღაც. როჩი რა ვიღალე. აი, წესით ყველა მოვიშორეთ უკვე, მაგრამ იქ როგორ უნდა გადავიდე ვხვდები. ხა ამით უნდა გავექანო და გადახტება ვითომ ეს მანქანა. იქ რაღაც ბაწარი კი არის გამული, მაგრამ არ მგონია რომ გადასვლა შეუძლია. მოდი რა ვიცი. ჩავჯეცებ ამაში და ვცადოთ. აბა მიდი. არა, აზრი არ ქონდა. იქნება შეავიდე პრინციპში, რა იცი? მოიცადე? არა, ეს აზრი არ აქვს. აი, თუ ეხა უკან დაბრუნება ვერ შევძალი, ეგ ძალიან ცუდი იქნება. ანუ რეალურად რა მომკლა, ბიჭო, ხო არ გადაავს ეს თამაში? აი, ნუ მოვედი ისევ აქ, მაგრამ აი კიდე ერთხელ ეხა უაზროდ რომ მოვკვდე, სერიოზულად გეუბნებით რომ დავამთავრებ ამ თამაშს და აღარ მივიყარები უკვე საერთოდ რა. რა თქმა უნდა მე ვერ ხედავ ის მხედავს, როგორც ჩვევი ამ თამაშს. უბრალოდ ერთი ის მახარებს რომ Far Cry 3 ესეთი იდიოტობა არ არის. აქ როგორ უნდა მივიდე? აზია რა ვქენე, მაგრამ რაღაც ვქენი და რაღაც ვქენი არ დავეძებ. თხოვ და ასევე რა, ეხლა და კიდე არ მოვკვდე. ეგ არის. ანუ ნახევარი საათი ფაქტიურად დაჟე მეტი მე მგონი დავხარჯე იმაში რომ უაზროდ კვდები, აი არ ვიცი საიდან. საღაც ჯანდაბიდან რა ისიც ვთქვი. აი კიდე. ვაიმე. აი პროსტა სად იყო? აი, კაროჩი რა. აღარ შემიძლია უკვე. მე მგონი კარგ სერვისს გიწევთ ეხა იმ ადამიანებს, ვისაც ამ თამაშის თამაში უნდა რა. რანაირად საერთოდ არ მიყარებია ამას. აჰა. კარგ სერვისს იმიტომ გიწევთ, რომ თქვენ არ გიწევთ რა, რომ იწვალოთ ესე რომ ვთქვათ. მე ვწვალობ და ჩემს წვალებაზე თქვენ ესე რომ ვთქვათ, ხალისობთ. ნუ შეიძლება არ ხალისობთ, მაგრამ შეიძლება თქვენ წვალობ ჩემთან ერთად უბრალოდ. სიტყვაზე ვთქვი მაინც. კაი, ორ დღეში მომკლა, full HD ვიყავ, მე მგონი არა და. დავიღალე რა, აი მართლა დავიღალე უკვე. სად იყო გთხოვ გამაგებიეთ ვინმე, აი ზემოთ არის ხო რაღაცა. რა იარაღი აქვს ეგეთი, რომ ეგრე მალე მკლავ. აქ რამე არ არის, ან HP ან რაღაც ეგეთი, რომ იქნება ოდნავ გავძლიერდი რა არის ეს. ანუ ეგრე ვიკვდები, აი დანახვის სანამ ვიკვდები, შოტგანი არის მე მგონი თან კიდე, რანაირად მომკლა შოტგანით. ამ ხელამაძილიდან.
ახტომა გვაქვს ამ თამაში ეგ სულ დამავიწყდა უბრალოდ ენერგია არ მაქვს არასოდეს და მაგიტო არ ამხტარ ვარ. მოკლედ მანქანაზე რაც გეუბნებოდით, ანუ კატეგორია არის მეთქი ხალხის, ვინც აი გარკვეულ რაღაცა ფასს ადებს რა თავის მანქანას, შეიძლება ისე რომ არ წირდეს ამ მაგალითად 2017 წლიან 2-დან 0 კამაროებს, აი ტურბოები რომლებიც არის, ადები ხოლმე ფასს რაღაცა რავი 20.000 და 25.000 და 2017 წლიან და 2018 წლიან კამაროს რომ მაგხელაფას ადებ, რა ვიცი, აი ტვინში უნდა გიჭირდეს ცოტა ჩემი აზრით. ეხლა კი ვიცი რომ შეიძლება შეურაცხყოფად ჩაითვალოს, მაგრამ აი მართლა უნდა გიჭირდეს ტვინში რეალურად, იმიტომ რომ 6 და 2-ებს, აი 2020-იანებს ადებენ 20.000 და 22.000 დოლარს ფასებს რა და შენ 2-დან 0-ს ადებთ ამ ყველაზე დაბალ კომპლექტაციას, რა ვიცი. ცოტა შესამოწმებელი არის რა ეგეთი ადამიანი. მოიც აქ ახტომის დროს ჩაკუზო შემიძლია ხო ანუ ძველი რაღაც კაუნტერის ის გამოვიყენოთ ტაქტიკა და იქნებ გადავხტე რა როგორმე თორე მაგრა დავიღალე უკვე აუ კაი რა მოიც პარაშუტს ხსნი თუ რატო არის იმდენ ხანე ჰაერში კაი ვეცდები რომ ხა გადავიდე იქ და თან დაგებრუნდებით მე ეგ არის ანუ თქვი თუ არა დაგებრუნდებით თან თქო და თან გადავედი რა ესენ ჩემიანები არიან ანუ იმდენად ვარ ამ თამაში მიჩვეული იმას რომ ესეთი დებილი ზოგადად არ არის ხოლმე ეს ანუ მოწინააღმდეგეები ვერ გავიაზრე ესენი ჩემიანები იყვნენ თუ არ იყვნენ იმიტომ რომ აი რომც ვერ ხედავდნენ მაინც ხედავენ და ამათ ფაქტიურად გვერდზე ამოვდე იქ და ვერ დამინახეს ძალიან გასაკვირი იყო მოკლედ რაღაც სიცხის გრძნობო რა და მე მგონი ძალიან ბევრი უმოკლავი ადგილი არის ამანდო. და როგორც ვაკვირდები, მე მგონი დიგლი არის ყველაზე საუკეთესო იარაღი ამ თამაში რა. აუ, კარტა გადავარდა. ის კარტა უნდა ამიღო, კაცო გადავარდა. ეს რა არის? რაღაც უცნაური ტიპი არის. კაი, ბრონიც ავიღეთ, უბრალოდ კარტა მინდა ეხლა მე, რომელიც გადავარდა აქეთ რაღაცა. აქ ვარ მე. კაი, დიდად ეგ არ მაინტერესებს, ეხლა თავარია რომ ეს კარტა ვნახო, თუ რა თქმა უნდა ეს კარტა რამაში მჭირდებოდა საერთოდ. კაი, არ ვიცი, ნუ მე ხა ყოველ შემთხვევაში წავალ რა, შევალ იქ და თუ მე გამოჩნდა ისე მოხდა რომ კარტა უეჭველი მჭირდება რაღაცაში, მაშინ დაბრუნდები უკან და დავიწყებ მოძებნას, აბა სხვა გზა არაა და. ეს უნდა დავატრიალოთ. ერთისო გამოვიყენეთ. კაი, პირველში უკვე ხარო? ეხა მეორე ლოკაციაზე უნდა მიხვიდეო, ანუ დიდი ვარავდით აი წინ იქეთ. კაი და მანდ როგორ უნდა მივიდე, ხა რაღაცა ხომ უნდა გავთიშო უეჭველი. ეს გათიშული არის და მაგას ვერ ვიზამ. რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შემოვუარო რა. მაგრამ საიდან ეგ არ ვიცი. გამოხსნა, სო. აქედან. ერთად. ხო გითხარით, აი, ის ერთი კარტა დავკარგეს რაღაცა. აი, დავინახე თუ არა მაგიდაზე და ეგრევე გადავარდა ქვემოთ და რაღაც არის აი აქ. აუ, რა ნახავს ახლა იმ პატარა რაღაცას. სო, ეგ არის, მეორე კარტაც ავიღე უკვე, ნუ პრინციპში მესამე ავიღე ის მწვანე კარტა. აი, ეგ არის. Okay, I'm here. Second junction now 100%. მეორეც უკვე 100% დამთავრდა. და ბოლო ლოკაციაც უკვე მოთებული არის. და ეგ არის. ეს ეგ უნდა იყოსო. კაი, წავით აბა წინ. დავიცი, ამდენი სიკვდილის მერე რაღაცა კარგი უნდა იყოს ახლა უეჭველე, თორე რა გადავირები. Did you see something? Over there. დაიწყო კიდე.
ანუ უკვე აღარ ზბრაზდები რა. ისე მივეჩვიე რომ უკვე ჩვეულებრივი ამბავი არის ეს. აღარც კი მეშლება ნერვები. ნუ აქედან ალბათ მე ვერ გავალ კაიხანი კიდე და რა ვიცი, როცა გავალ თუ გავედი დაგებრუნდებით რა. მე მგონი გავდივარ. იმედია ცუდად არ იქნება ახლა ეს წინასწარ რო ვილაპარაკეთ, რომ არ წამოვა საქმე. გავედი ხო? თხოვ მითხარი რომ გავედი და დაასეივე ძალიან გთხოვ. Save. When you get to the control panel, reverse the main flow. That will cause a major cascade. დაასეივო. I'll take you. მოკლედ არ მოგცეთ ყურადღებას ეხლა მთავარ ადგილზე რომ მიხარ რაღაცა გააკეთეო. ეგარ. I'm moving into the archive. When I come out, I'll be using one of the ventilation shafts. It should be easy for me to find you on my way out. Stay in the shaft, keep your head down, and wait for me there. Finally, a suggestion I can agree with. I'm real good at staying put and waiting. კაი, ესე იგი მე შევალო ახლა იმაშიო, არქივებშიო და ბოლოს ვგნახავ ვენტილაციების დახმარებით და შენ მან ანუ იყავიო რა უბრალოდ. არ არის პრობლემაო, მე ძალიან კარგად გამომდისო ერთ ადგილზე ყოფნაო. ხო და ნუ ეგ არის მიზეზი, რატომაც მიდევს 8000 დოლარი ჩემს მანქანაზე. თუ გაიყიდება, თუ არ გაიყიდება და დიდად ხარ არც მიშქარება მანქანის გაყიდვა, იმიტომ რომ ძალიან მოწონს და ასე შემდეგ. კიდე ჩამოლიან ახლა აქედან? ვაიმე. მე მგონი სულ არის ჩემი საქმე. I'm moving out now, Doyle. See you and Val on the outside. მოკლედ ახლა ხელში მიჭირავს მიკროფონი და არ ვიცი როგორ ისმის ხმა. ერთი სიტყვით ეს ნაწილი უკვე გავიარე ახლა რაღაც კაცინი რომ იყო უბრალოდ ისე აღმოჩნდა რომ თლიანი ჩემი C-დისკი იყო გადავსებული და ეს აღარ ჩაიწერა, მაგრამ არავშეს ანუ დიდად არ გავსვლა, უბრალოდ ახლა გადავთვალმდი რა და როგორ იქნება დავსო. Yeah, I'm here. What is it? რა ხდებაო? არია სავსე არის ტრიჯონებით. ისინი ადამიანებსაც აქცევენ უკვე ტრიჯონებოთა არ მხოლოდ ცხოველებსო. და აქ არ შემოხვიდეო რა. და დოვილ შენაც იზამ მაგ გოგოსთან დაკავშირებით. მე ბევრი არაფერი არ შემიძლია რომ გავაკეთო ის ერთი კუნძული შორს არისო რა. ხო და შეგიძლია რამე რომ მირჩიო მეო და ნუ ვეცდებიო რამე გავაკეთო დაახლოებით ეგეთი რაღაც დიალოგი იყო. მოკლედ არ ვიცი რატო აირია კიდე, მაგრამ თამაში რომ ჩავრთე მეთქი ვიდეოს გადავიღებ და ბარემ უცებ დავამთავრებ, იმიტომ რომ edit-ის უკვე მოვშითქო, მაგრამ აირია ყველაფერი და W-ით წინ აღარ მიდიოდა, S-ით უკან აღარ მიდიოდა, ანუ ყველაფერი იყო ნამპადზე დამოკიდებული, ანუ 5-იანს უნდა დამოჭირა ხელო, წინ წასულიყო და 2-იანს უნდა დამოჭირა რომ უკან წასულიყო. მე აღარც იცვლებოდა უკვე და რაღაც ერთი 10 წუთი მაგაში დავხარჯე მარტო რომ ეგ გამოსწორებინა. ნუ მოკლედ იმედია ვიდეო მოგეწონათ და გალაკეთ გამოწერეთ არხი, ჩვენ უკვე ერთმანეთს შეხვდებით შემდეგ ვიდეოში და დროებით.